გავეშვით. დავიწყეთ. აბა, გამარჯობა, როგორ ახარ? რა ვიცი, კარგად. ნატა იმდენი წუწუდა სამტრედიაში არ ვარ ნამყოფიო. აგერ სამტრედიაში ჩამოვაკითხე. ვაღნარში. ვაიძულე რომ გაეღო თავისი სახლის კარი. ეს მეორე სახლის აგერ. მეორე სახლის კარი. მეორე სახლის ჯერად გაკეთებული. ნინისთან, კი. რას ვაკეთებ დღეს? დღეს რა საქმეებში ვართ და კი, ბევრ საქმეში ვართ. ვიწყებთ მეორე პოდკასტი, ანუ თქვენ თუ წინა პოდკასტს უყურეთ, წინა სერიას. თუ დაიდო, შეგვეშალოსა პირველი ეს. წინა სერიას თუ უყურეთ, ეს არის უკვე ჩვენი მეორე ეპიზოდი. და დღეს რას ვიზამთ, ნინი? ხო, დღეს ცოტა გვინდოდა რომ სახალისო რაღაცა ნიშნებით შემოსულიყავით თქვენ ცხოვრებაში, თან იყოს რაღაცა ცხოვრებაში სახალისო ნიშნებით შესულიყავით. აჰა. და ერთმანეთს დაუსვამთ კითხვებს, ოღონდ ეს კითხვები არ ვიცით რა, ამან მისთვის მომზადა, მე ჩემთვის მომზადე და ესე ვაუ ეფექტიც რა იყოს და ხო, რაღაცა ცოტა ბლიცის ვარიანტიც იქნება. კაი. მე უფრო ისეთი მომამზადე. ჩამჭრელი შეკითხვები. მართლა? არა, რანაირი ბოროტია რა. რაღაცა შევთანხმდი. როგორ ერთმანეთი არ შევარცხინოთ და ნახოთ, გამოწვევისთვის. მინდა იწყებს. ჰაერი მოქმედებს უკვე ნინიზე. ამედიაში ვარ. მე დაიწყო. დაიწყო. კაი, აღარ მე რენდომად ამოვარჩა. დაიცადე. კაი, პირველი ვიწყებ ესეთი რაღაცით, რა. ახალგაცნობილ ადამიანში ყველაზე დიდი red flag-ი რა არის შენთვის, რომ აი გაჟჟოლებს. ვერ ვიტყვი. ხასიათისთვისება. ხო, გეტყვი რა, აი როგორ არის, ანუ რომ აი ძალიან ხშირად მაქვს, უმეტესად ადამიანებზე თავიდან მაქვს ცუდი წარმოდგენა და მერე გადადის ხოლმე კარგში რა, ანუ განსაკუთრებით ბოლო წლებში. ანუ მთელი ცხოვრება red flag-ია. ხო, არა, გეტყვი, პირველი red flag-ი რაც არის, აი რაზეც თითქმის ვწყვეტ რომ ამ ადამიანთან მინდა თუ არა ურთიერთობა, აი ლაპარაკს რო იწყებს, აი ამ საუბარში რაღაც რომ აღიზიანებს ეგრევე. აი ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს ეს რა. ანუ გარეგნულად დიდად არაფერს არ ვაქცევ ყურადღებას. იმიტომ რომ მგონია რომ ლაპარაკის მერე ეგენი გადაახვადია, იმიტომ რომ საინტერესო ადამიანი შეიძლება იყოს. მაგრამ აი რო იწყებს ლაპარაკს და რაღაცა აი, არ ვიცი, რაღაც უაზრობას დააბრეხოთ, აი დავფიქრებლად და რაღაც. როგორი ჰუმანური ხარ ნატა. არა, ხოთ ესეთი ჰუმანური წერა, უბრალოდ იცი ხარო. კამერა არა. იცი რა არის, თუ გამახსენდა რამე უფრო ისეთი მნიშვნელოვანი red flag-ი ვიტყვი მე. კაი, მე თან შეეცადე რომ ცოტა შენ რაღაცა პროფესიაზე და განათლებაზე მორგებულების ყოფილიყო რა. მე მაინტერესებს რა იყო შენი რეალური მიზეზი, რატომაც ჩააბარე იქ, სადაც ჩააბარე. პირველ ბაკალავრზე გითხარი. არა, იქ ის არა ქვია, სამორცხინო მიზეზია, მაგრამ რეალურია რომ კლასში სადღაც კლასის 70%-მა გადავწყვიტეთ, რომ TSU სოციოლოგიაზე ჩავაბაროთ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან აბსტრაქტული ფაკულტეტი იყო, ყველა 6 მიმართულება იყო თუ რაღაცა და ვა, მარიამ, შენც მან დაბარებ? ვა, ოთო, შენც აში მეც აქა ვარ და ასე აღმოჩნდა სოციოლოგიაზე და ჩემი აზრით საერთოდ არ ნანობ, იმიტომ რომ კიდევ ამთავრე ისეთი რაღაცა რაც ერთგან მომუშავია ცხოვრებაში, ის მიმართულება, მაგრამ ბევრ რაღაცაში გამომარჯდა. ხო, მაგრამ ის სოციოლოგი ისეთი არის რა, ჩემი აზრით ზოგადად, იმიტომ რომ მე სოციოლოგია მაქვს ბაკალავრის დამთავრებული. რაღაცა ძალიან ბაზისური ამბავია რა, ეხლა თუ აბიტურიენტები გვიყურებენ რაღაცა, ეგეც საინტერესოა. ხო, ანუ ბევრ რაღაცას ისეთ სწავლობ ზოგადს. და მერე გადგება, რავი, მე სხვაგან ვარ, ნინი სხვაგან არის და იყენებ რა ამ კვლევის უნარებს, ან უნარებს სწავლობ ჩემი აზრით ძალიან კარგად. თან მაშინ სოციოლოგიაზე იყო ბევრი მიმართულება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, სოცმუშაობა, რომელიც მე დავამთავრე, ვაფშე ყველაფერი მან იყო, ერთი რაც სტომატოლოგია არ იყო. სტომატოლოგიაზე სხვაგან. ყველაფერი მან იყო. შემიჯერია? ხო, ის იგივე არ დამისვარ. დაიცა ამას ბოლოსკენ. ეს არა რანდომად არ ვარ. შემთხვევით ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ მე მაქვს ესეთი ბევრი რაღაცა, რა არის ყველაზე უცნაური საკვების კომბინაცია, რომელიც გიყვარს, მაგრამ ხალხში ჭამა ძალიან გერიდება. აი სახში შეგიძლია ძალიან ბედნიერი ჭამა, მაგრამ ხალხში გიტყდება რა, ამბობ რომ კაი, ხა სტერი არ მეგონა ვიღაცას. საჭმელს, ანუ ყველაფერს ვურევ საერთოდ ერთმანეთში, ანუ მე მიყვარს ანუ საჭმელს რო ვიღებ თან რამდენიმე თუ არის, ყველაფერს ერთ თეფზე ვალაგებ და ანუ ყველა გემო ერთად მიყვარს. ხალხშიც მასე აკეთებ? ხალხს ცოტა ვიყავებ ხოლმე. განსაკუთრებით უცხოელებთან, იმიტომ რომ რაღაცა იქ რო ხარ და ეს 15
რაღაცა ერთებზე რო გილაგია ცოტა უცნაურად გიყურებენ. და ეგ არის რა. და კიდე იქ ზასუმზირას ვერჭამ მიტყდება. იმიტომ რომ ხო, აი რაღაცა ნათქვამი აქვს, რომ ესო რანაირი ფურთხება არისო ზესუმზირის ჭამაო. ან კომბინაცია შეიძლება კი არ არის ეგ, მაგრამ ხო, ეგ მიტყდება, იმიტომ რომ 1-2 რო იმას ავქენი, მე რაღაცნაირი თქვენ ცხვირს იხოცავთ ცუდად რო იწოდეთ, მაგრამ ხო, კომბინაცია სხვა, აი მართლა ყველაფერზე, ეხლა რავი, ანუ კინტრი და ფაფა არ მიჭამია ერთად არასდროს. ლობიერი და ყველი? არა, და აუ, მაგის დასვაპირებ, აი შენ რომ მირჩიე, გახსოვს ის რაღაცა რესტორანი. აი, მან ვაპირებ დღეს მაგის. აი, რაღაცა ისე, თელი ხო, მაგრამ არ მიჭამია ჯერჯერობით. ანუ აი, კარტოფილი ფრი და ნაყინი, მაგალითად, მაგდონალდის. აი, მაგას ვერ ხო, აი ეგ მიყვარს და მიჭამია, ოღონდ ხალხში მიჭამია. საშიგების ჩუმად არა. კიდე კაი მე არ ყავდი გვერდით, თორემ მე დაგცინები, მე მაგას ვერ. ხო, მე მიჭამია და გემრიელია. კარგი. ესე იგი, ხო, მისე სასიამოვნო მიდი დაგვიდგა. ხო. ერთი ცუდი გადაწყვეტილების წაშლა რო შეგეძლოს შენი ცხოვრებიდან, რომელსაც უკავშირებს შენს ან განათლებას, ან პროფესიას. ნუ თუ გინდა იმასაც გაცდი, მოდი თითო მითხარი, ერთი აკადემიურიდან, ან უნივერსიტეტის გამოცდილებიდან და ერთი სამსახურებიდან რა პროფესიული. ცუდი გადაწყვეტილება. ცუდი, რომელსაც შეცვლიდი ან წაშლიდი საერთოდ. მაგ ყველაფერს გავაერთიანებ იმაში, რომ არ ვიცი, ახლა ალბათ ცოტა სხვანაირი მიმართულებით იქნება და ჩემი ცხოვრება ჩეხეთში რო ვიყავი და შანსი მქონდა მოკლედ დარჩენის და სამუშაოდ დარჩენის. და რაღაც მომენტებში ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე, რაღაც მომენტებში ეს და ეგ მაქვს ხო, what if ეგ მომენტი მაქვს ყოველთვის და არ ვიცი, ესე უხეშად ვერ შევაფასებ. ნინი, მე ვერ გამიცნობდი ჩეხეთში რო დარჩენილიყავი. კი, ნეტარ დარჩენილიყავი. ხო, ეგ მახსენდება პირველი და ისე რა, მაგრამ არც დღევანდელი ცხოვრებით ვარ უკვე ყოფილი ვარ, იმიტომ რომ იქ რო დავჩენილიყავი, შეიძლება მე ვიფიქრე, ვიღაცას რო მე ვერ გამიცნობდა მოკლედ და ეს არ ჩაიწერებოდა. კაი, ხმას არ ამოვიდო. შენია? დიახ, ეს რენდომად ვარ. შემდეგი შეკითხვა. ესე მე მაინტერესებს ყველაზე ბოლოს რა დაგუგლე და ყველაზე ხშირად რას IT რა, ყველაზე ხშირად რას გუგლავ ხოლმე. ნახო ეს ისტორია და ეგრე. ნახე ან ისე მითხარი. იცი არის ბოლო პერიოდი ძალიან გადავერთე ხელოვნურ ინტელექტზე. ოკეი. ანუ ის რასაც ადრე გუგლავდი და საერთოდ ჩემი ქმარი ძალიან მეღადავება მაგაზე, იმიტომ რომ ყველაფერს გუგლავდი, ის საერთოდ ყველაფრის გადამოწმება, ანუ აი წამებში ვიღებდი ტელეფონს და აი ნებისმიერი ფაქტი შემეძლო რომ დამეგუგლა, ამიტომ ჩემი Google History ძალიან ის იქნება. ბოლო რა არის? ახლა, მაგრამ ხო, ბოლო პერიოდში უფრო ვიყენებ AI-ს, ანუ AI-ს ვეკითხები ამ ყველაფერს. და უფრო ღრმა საუბრები გქონდა. მაგრამ მოდი ნახოთ history. ყურის ბიბიუ ამწყივდა და რა შეიძლება. ბოლო დავსერჩე პრომეთეს მღვიმე, ანუ დღეს მიდიხარ. ხო, და ეგ დავსერჩე Google-ში. ჩემმა ქუთაისმა უნდა ჩაიხუტოს დღეს და ქუთაის თავიხუტების დღეს ესე და ხო, პრომეთეში წავსულიყავი თუ სათაფლიაში უნდა გადაგვეწყვიტა. არა, ანუ ნამყოფი ვარ პრომეთეში. და ვიხსენებდი, ნავით რო პრომეთეში შეგიძლია გამოსვლა ბოლოს, აი ეგ გვინდოდა რა და ეგ დავსერჩე რომ მოკეტა და ნავი აქ შეგიძლია ჭურთავად ჩამოდის მდინარე სამტრედიაში და მღვინეებსაც მაჩვენებ სამტრედიაში. აი რო ძვრები მდინარეში ის ხილში, ხო რაღაც აიხედა ვა რა უცნაური რაღაცა და კაი, ამას შემდეგ ისიც გავვითვალისწინებ, მოდი ამჯერად ხო, ეს არის ჩემი ბოლო Google search-ი. შემდეგი კითხვა. ეს დამოწმე. ან მოგიჩვენებია თუ არა თავი, როცა რაღაცას აკეთებ, ანუ მოდი ესე დავსვამ შეკითხვას, ანუ მოგიჩვენებია თავი, რომ რაღაც ძალიან მოგწონს, ან სიამოვნებს, იმიტომ რომ იმ გარემოში კარგად ადაპტირებული ყავ. ძალიან ბევრი, მე სამტრედილი რო ვქონდა. ეს სამტრედილი ხარეწყიდება. არა, ჩვენ ვიცით, ჩვენი ძლიერი მხარე, ადაპტაციას და flexible იმას ძალიან ვაფასებ. მაგალითი რო გითხრათ? ძალიან მაგალითად ვიღაცა თუ დაბადების დღეზე დამპატიჟებს, მე ზოგადად არ მიყვარს ესე უცხო ადამიანებში გარევა და მაგრამ დამპატიჟებს და თან უარსაც ვერ ვეუბნები. მაგრამ ჩვენ რო ვიყავით ბოლოს ეს სიტუაცია არა. აი, კარგი არა დააზუსტე.
ნამყოფი მასე დაბადების დღეზე და აი ძალიან ცუდად გძნობდი თავს და იუბილარი მოვიდე და ნინხო კარგად ხარო და მეთქი ძალიან კარგად ერთობით და დავიწყე რაღაცა ხელოვნურად გართობა, იმიტომ რომ არ გატყობოდა და ეგ ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე. მოდი ერთ ქვეკითხვას გავაკეთებ აქედან. ანუ სამსახურთან დაკავშირებით ხო არ ქონია მსგავსი, რომ ანუ არ მოგწონდა რასაც აკეთებდი, მაგრამ გაგიკეთებია, იმიტომ რომ აი იმ ადგილას რაღაც fit in როგორ ამ სამსახურს უარ ეწყინოს წინა სამსახურის ამ არის პირველი რაღაცა რაც მოხსენება წინა სამსახურში აი უცხოელებთან კომუნიკაციისას რაღაცებს ვერ ხვდებოდი აი კულტურულად რაღაცებს ვერ ხვდებოდი და დიახ ამისიავნებდა იმიტომ რომ ვეღარ მოგრძელებდი წინადადებებს ვერ შევდიოდი კომუნიკაციაში და ძალიან რაღაცა არა კომფორტული იყო ჩემთვის, მაგრამ რომ მკითხავდა ვინმე ყველას ბედნიერი ვიყავ იქ, იმიტომ რომ რა ვიცი, ისე წამოსვას ვაპირებდი რატომ და კარგი გასაგებია, შემდეგი რანდომ შეკითხვა შეგიძლია გამოვიყო. თუ რაღაცები მოდის. შემდეგი რაღაცები არ მომწონს. აუ, ეს მომწონს ძალიან სხვადასხვა. შენს ოთახში შესვლას. აი ოთახში შედიხარ მეგობრებთან თუნდაც რომ საუნდტრეკი გქონდეს. რომ რაღაცა იკურებოდეს, ესეც რაღაცა განვითარებულ სამყაროში რომ ცხოვრობდეს, რა იქნებოდა? აი, ან რომელიმე კონკრეტული მუსიკა ჩემს ოთახში უნდა შევიდეს? აი, შედიხარ, ფილმებში ხო გინახავს, ფილმებში შედის და რაღაცა იკურება. მე რო შევდივარ ოთახში, მე რა მომყვება? ანუ რა მუსიკა დამყვება? შეგიძლია არსებული შეგიძლია უბრალოდ ახსნა. ნახე სად შევუხვიე რა. ძალიან. ხო, ის უნდა იყოს, მელოდია უნდა იყოს, რაღაცა სიტყვები არა. მელოდიურად. და ძალიან გააჩნია რა ემოციით შევდივარ, იმიტომ რომ ძალიან სხვადასხვა ემოციით შევდივარ ხოლმე ყველა გარემოში. მეგობრებში მაგალითად. აი, ახლო მეგობრებში ალბათ რაღაცა ისეთი მუსიკა უნდა იყოს. აი, იცი, გეტყვი რა, ვივალდის 4 სეზონი და აი ეს 4 სეზონი უნდა იცლებოდეს სხვადასხვანაირად და კარგად წავა, ხო? აი ეს. პასუხი მიღებულია. თან მე ის შეცვლილა, როცა ხო, ანუ თან მაგაშიც ხო, სხვადასხვა ისინია რაღაცა გაღრმავებები და ასეთ კარგ პასუხს მეც ვერ მოვიფიქრებდი და ვიბოლომე. რა არის ერთი რაღაცა, ერთი. რისიც გშურს იმ ადამიანების, რომლებიც უცხოეთში სწავლობდნენ. ვა, ბევრი რა. დაბოღმილი დადის ნინი შურს რომ მე როდესაც ევროპაში მივდივარ სხვანაირი ჰაერია ოღონდ მართლა სხვანაირი ჰაერია ზოგადად მაგრამ სხვანაირად ისმინება ცხვირში თავისუფლების ჰაერი და აი მაგის მშურს იმ ადამიანების ვინც საზღვარგარეთ ძალიან დიდი ხნით მიდის თუნდაც სასწავლებლად და თუნდაც ნებისმიერ ხო აი რაღაცნაირად ვგრძნობ თავს რა უფრო ბედნიერი ვარ ჩემი აზრით წავიყვანეთ მე ანუ შენ ხარ უფრო ბედნიერი თუ გგონია რომ ის ადამიანები არიან უფრო ბედნიერები? ხო და მე რადგანაც ვარ ბედნიერი, მას მგონია რომ ისინიც მასე იქნებიან, იმიტომ რომ იმდენად ბედნიერების შეგრძნება მაქვს მაგ დროს, რომ აი თუნდაც იმაში რა ქვია, ქუჩაში რომ მიდიხარ და ბედნიერი სახელით როა ყველა აი სხვანაირი ჩეხეთში გქონდა ეგ შეგრძნება? კი, სულ ჩეხეთშიც გქონდა, სადაც არ უნდა ჩავიდე, ყველგან მაქვს და საქართველოს როგორც გიცნები, ყველგან მაქვს. და ძალიან ისეთია რა, სულ მახსენდება ეგ და რაღაცნაირი სუნია, ვერ ახსენე რა. ხო, არა, მესმის, მესაც იცახი კი. აი მე მენატრება ხოლმე ეგრე, აი ხო ბევრგან მიცხოვრია ბევრ ქვეყანაში. და ეგრე მენატრება ხოლმე გერმანიას აქ, აი გერმანიაში ცხოვრების იმას, აი რაღაცა ნოსტალგიურად მახსენდება ხოლმე ძალიან. ამ დროს ანუ რაღაც განსაკუთრებული არ ყოფილა და არ ვიცი. და მაგრამ აი მაგ ხოლმე ეგ შეგრძნება. ეგ ხო შენი პირველი კი, პირველი, ერთ-ერთი არა, პირველი იყო ეგ, პირველად როცა წავედით, ხო, ეგ იყო პირველი ქვეყანა ჩემი. და მაგის მერე ხა ბევრგან ვიცხოვრე კიდე, მაგრამ აი მაგას რაღაცა სხვანაირად ვიხსენებ ხოლმე. კი, თან მაქსიმუმს მარტო ის სუნი ხო არა, აი რა სენტიმენტები მოაქვს ისტორია. კი, ვიღაცები გახსენდება. აი, იცი სუნზე რა გამახსენდა, ანუ აი ბორჯომში ჩემი სახლის სადარბაზოს სუნს მოყვება ძალიან დიდი ბედნიერება. და აი მაგ სუნს სადაც გრძნობ ხოლმე, ყველგან მე ბედნიერები ხო. დაგაია. ხო. და რაღაცა მესმის, ანუ ოღონდ შენ შეგრძნებების სუნზე ამბობ ახლა თვალ. ხო. სუნის სუნზე არა. რაღაცა, მაგრამ გრძნობ რა იმ სუნს და შეულებია. კაი, ჩემი ჯერია. არა, მახსოვს. შენი ჯერია. მოახტები. მე ისე ჩაგერჭერი ამ ლაპარაკში. აუ, კაია. რუმეც ავთარგმნი.
მაგრამ აი ხა რადგანაც roommate არ მყოლია, flatmate თქვი მაშინ, იმიტომ რომ flatmates ოთახი არ გამიზიარებია. კაი. რომელი ისტორიულ ფიგურას აირჩევდი შენ flatmate-ად? აი ნებისმიერ ვინმე აიღე და დაიდგი საერთში. დაიყვანე. ისტორიულ ფიგურას ავირჩევდი და მიზეზი რა არის, რატომ? ეს კონკრეტული ადამიანი. და ცნობილ ადამიანებს რო წავედი ახლა რაღაცა მწერლებს და ეგეთ მგონია ყველა იქნება ძალიან ცუდი ხასიათის და ძალიან მოსაწყენი? არა, რთული ადამიანები, რაღაც ზოგადად ცოტა ჭკვიანი ადამიანები ხო ცოტა რთულები არიან ესე. და არც მე ვარ მარტივი ჭკვიანი არა, ამიტომ არა ზოგადად. ვინ იქნება? ან ბევრი ადამიანი იქნებოდა ესე რომ. პირველი ვინ გახსენდება, აი რაღაც თუნდაც მომღერალი, თუნდაც ბრიტნი სპირსი. არა. რიკი მარტინიც არის სამშობლო. არა. რანაირი ცხოვრება გაქვს. აი ხარ მე ქმარი მყავს დინი. ეგეც არის, არა, წარმოიდგინე რომ რაღაცა ისე. ხო, მე არა მივხვდი ახლა, ანუ რას მეხსენებ ახლა რატო ვფიქრობ, იცი, ანუ აი რომ ცხოვრობდი ეგრე და ვიზიარებდი, იქ როგორ გრძნობდი თავს, რომ ანუ აი ვინმე კომფორტულებოდა, რომ რაღაცა მაგასთან ტიპაში დავაკავშირო. კარგ შეფთა რომელიმე რა. აჰა, კუჩზე გადის მაინც შეიძლება. გორდო. არა, კაია. ხო, იცი რა არის, რაღაცა მაინც შებრჩება, საძაგელი ხასიათის კი იქნება სავარაუდოდ, მაგრამ რა გეტყვი რატო გერმანიაში ერთ-ერთი flatmate-ის შეყვარებული ბიჭი იყო, ეს რა ქვია, შეფი და ეს გოგო სულ მეწუწუნებოდა ამ ბიჭზე, რომ ვაიმე ძალიან უყვარს ჩახუტება და ძალიან უყვარს მართლა რა ადეკვატური. და ეს ბიჭი ამ დროს თან ყვარბოდა და დილით ესეთ რაღაცებს უკეთებდა ხოლმე, ანუ რაღაც საუზმეს გაუწყობდა და მეც პატეჟებდა ხოლმე. აი რო გაიგებ, რომ ეგ ტიპი შენი flatmate-ია რა, შედიხარ პირველი რას გააკეთებინებდი? საჭმელს? აი რაც ხელები აკაპიცე. აუ რაღაცა პასტას გავაკეთებინებდი, იმიტომ რომ ანუ პასტა ჩემთვის არის საჭმელი, რომელიც ყველა ადამიანს სხვადასხვანაირად ან თავისი რეცეპტი აქვს ამ პასტის. ბევრნაირი და თან ძალიან სახასიათო და მაგას გავაკეთებდი. ეს შენ გავუშვა, მე გავუშვა და დავამთავროთ, ხო? კაი. კარგი, ახლა მაშინ შევხედავ ერთ წავიდე რომელიც. არჩიეთ. მე შემიძლია ავარჩევ. კაი, ამ კითხვის დასმას არ ვიცოდი ვაპირებდი თუ არა, მაგრამ მივხვდი რომ შენ რაღაცა უბედურებისკენ მიდიოდი და მაგიტომ ამთავრებ დროულად. ესე იგი, თუ გქონია ოდესმე პროფესიული, ანუ ამასაც რაღაც სლენგით ვიტყვი, crash-ი ვინმეზე, აი შენ პროფესიულ კარიერაში ან განათლებაში ისევე რა, მოდი ანუ ორივეს ვკითხავ. ჩაგიკითხები თუ შევა, მომწონდა კი, ანუ crash-ი გქონდა თუ არა რა? ჩემი როგორ გადაიხეთ? გეტყვია. ჩემი კურსელები გაიხსენებენ და მეგობრები, რომ პირველ კურსზე მომწონდა, ახლა იმას დავასახელებ სახელს თვითონ რაც იყო საგანი, თორე ვეჭვენი მიხდებიან და ის კაციც მიხდება. აი ძალიან მომწონდა, აი არ ვიცი რაღაცა საოცრებად მემარცხებოდა და ყველაზე ხშირად მაგკაცის ლექციაზე ვარ ნამყოფი. ოღონდ რაღაცა long term პერსპექტივაში ერთად ვიხდოდი, რაღაცა ფატიც დავადგებოდი და რაღაცა აქანეს ტენკას და მე ვფიქრე, აი უბრალოდ აი რაღაცა რო ხიბლავს ძალიან მომწონდა და ამას დავინახე მეტროში. ჩავდიოდი და ის ამოდიოდა და რაღაცნაირი შეგრძნება იყო. ისე ვისი აღარ მომწონდა, მაგრამ რაღაცა ისე მახსოვს. რაღაც სასიმონო შეგრძნებოდ რო გახსენდება, რა? ჩემი კურსელები სულ მეღადავებოდნენ მაგაზე და მაგიტომ თქვი ხა რა ჩემი კურსელები თუ იყურებიან, ან ჩემი მეგობარი ანუკი და მაჩო. გაუხსენე. არის საუბარი, ვინ კაცი არის საუბარი. წავედით ბოლო კითხვაზე? ეტარაზ. აუ ისინი ჩამედო ნეტა იმაში რა ქვია. რატოურიე? აუ კაი, მაშინ საუკეთესო ნოტაზე გავასრულებ ჩვენ ვიდეო პოდკასტს. როდის ხარ ხოლმე შენ თავის საუკეთესო ვერსია? ბედნიერი როცა ვარ ცალსახად და რაც მაბედნიერებს არის სიმშვიდის შეგრძნება რა. აი რაღაცა ძალიან ღრმაწა სიმშვიდის და სტაბილურობის შეგრძნება რა, ეგ მაბედნიერებს ყველაზე მეტად. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც არ ვცხოვრობ საქართველოში. კაი. ანუ ეგრეა რა, ანუ საქართველოშიც ვარ ეხლა რომ ჩამოვდივარ, ბედნიერი ვარ. არა. კი, მაბედნიერებს აქავრობა, ოღონდ ანუ მგონია რომ დროებითია ეს შეგრძნება და ძალიან მეშინია ხოლმე მაგის. და კი, როცა ბედნიერი ვარ, მაშინ ვარ ყველაზე კარგი ადამიანი.
ყველა მიყვარს. ეგ ისეთი ამბავია რა, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია როცა ხარ, ყველაფერი გაბედნიერებს და რაც ჩიტების ჭიქტილი. ხო, ანუ მე მივდივარ ჩემი საუკეთესო ვერსია, იქიდან როცა, ანუ პირიქით კი არ არის საუკეთესო ვერსია, კი არ ვარ მაშინ, ანუ საუკეთესო ვერსია კი არ ხდები მაშინ, ანუ ბედნიერი როცა ვარ, მაშინ ვხდები ჩემი თავის საუკეთესო ვერსია, მივხვდი? ხშირად არის ხოლმე ესეთი მომენტები? კი, საკმაოდ. აი, ჩემ სამსახურშიც მაგალითად ბევრი რაღაცა მაბედნიერებდა ეგრე და იქ და სამსახურში ვისწავლე კარგად როგორ ვყოფილიყავი, უფრო ხშირად ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. ძალიან კარგი. სასიამოვნო იყო. სასიამოვნო იყო. თქვენთან საუბარი და შევხვდებით იმედი მაქვს. იმედი გვაქვს მოგეწონათ შემდეგ ბლოგებში. ხო, რაღაცა კარგი იყო, საინტერესო. კარგი. და არაფერი არ დაგვეცა. და კაცამით არ აი, კაცები მოვიდნენ. აბა, ფუ. კარგად ისმის? კარგია? Good. ჯერჯერობით 2 გულშემატკივარი ყავს. სამი. სამი, ოკეი, ზოგით იყო და უცებ ვერ აღვიძე. სამი ყავს, მაგრამ ბავშვი. მე გვეყოლება ალბათ ძალიან და ასე დაგვინახავენ. ქუჩაში ვერ გავივიდეთ, საკალ მე კი არ შევწუხდები ეს იმიტომ აქ არ ვთხოვოთ, მაგრამ ნინის მერე. დამძილოთ.